თავი მეცხრე. მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს და ისრაელის უხუცესებს. უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი ახსავლენად, საღნი და შესწირე უფლის წინაშე. ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანების საღნი ახსავლენად. ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საწყნო შესაწირავი, ზედში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი. მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ უბრძანა. ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე. თქვა მოსემ: ეს არის რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება. უთხრა მოსემ აარონს: ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და ახსავლენი და გამოითხოვე შენდობა შენთვის და ერისთვის. მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს. ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად. მიუტანეს სისხლის შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა. თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ბადე ქონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს. ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში. დაკლა აარონმა ახსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს. ახსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე. გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი ახსავლენთან ერთად. შესწირა ერის შესაწირავი. მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდა და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისთვის როგორც პირველი. შესწირა ახსავლენი და წესისამებრ გაამზადა. შესწირა საწყნო და ხელი აივსო იმით და დაწვა სამსხვერპლოზე დილის ახსავლენის გარდა. დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასყურა სამსხვერპლოს. მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ბადე ქონი. დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე. მკერდი და მარჯვენა ბეჭიში არხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსეს. გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დაალოცა ისინი და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, ახსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს. შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში. გამოვიდნენ და დაალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელ ძერს უფლის დიდება. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი ახსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა, აღმოხდა სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნე.